შიშრომი პირების კუთხით რაც ხდება სამედიცინო სფეროში, ყველაფრის მიუხედავად არის ძალიან მძიმე. დავიწყოთ იმით, რომ ექიმი ოთახიდან თანხმდებ პირს არ უშვებს, როდესაც შიშრომი პაციენტს უწევს კონსულტაციას, ანუ არც კი თავაზობს, რომ სივრცე დატოვოს. მე როდესაც მოვხვდი საავადმყოფოში და გამიკეთეს გადასხმა, ძალიან ბევრი რამე არ მითხრეს. მაგალითად, რამდენი პაციენტი იყო ოთახში. ასევე რაღაცამ დაიწყო წრიპინი, რო ვიკითხე რა იყო, აღმოჩნდა, რომ ეს იყო მონიტორი, რომელიც აჩვენებდა რაღაც მაჩვენებლებს იქ პულს, სატურაციას, წნევას. მაინტერესებდა ეს რამდენი რამ მქონდა, მაგრამ ვეღარ ვკითხე, მეთქი ხა ძალიან არ შევაწუხო ესენი. გასაგებია, რომ ხა ყოველ ნახევარწუთში ერთხელ არ მეტყოდნენ, მაგრამ ერთხელ მაინც შეიძლება და ჩვენთვის ესე თქვათ და ზოგადად ეგეთი მაჩვენებლები მხედველი რასაც ხედავს, ხო აი წნევის აპარატზე წნევას რო გაუზომავენ, ან შაქარს, არ ვიცი, ჰემოგლობინის სატურაციას, პულსს და ასე შემდეგ, ჩვენს გვაინტერესებს უსინათლო პაციენტებს. მე გადასხმაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი იმაზე, რომ იქ შეიძლება და ბუშტები გაჩენილიყო, რასაც მხედველი პაციენტი უყურებს და აქცევს ყურადღებას და მე მაგას ყურადღებას ვერ მივაქცევდი. და მართლაც, როდესაც საპირფარეშო დამჭირდა და დავუძახე, მეგონა რომ უბრალოდ დროებით ჩამხსნიდნენ გადასხმიდან, მაგრამ მითხრეს, რომ შენი წვეთოვანი დამთავრდა და ბარემ მოგიხსნით. იქვე გამიჩნდა ესეთი ჭვი, რომ კარგახსნის წინაც იყო ეს პრინციპში დამთავრებული, უბრალოდ ანუ მე ვერ დავინახე, რა თქმა უნდა, ეს და არ ვუთხარი, უბრალოდ როცა დავუძახე, მაშინ შეამჩნიეს და ბარემ მომხსნეს. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის უსინათლო პაციენტს, რომ ის ყველაფერი გავუჟღეროთ, რაც არის, ხო, ანალიზები იქნება თუ მაჩვენებლები, მარტო იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგად არის ან ნორმაშია, საკმარისი არ არის.